ჩვენი ამოცანა არის აღვადგინოთ წარსულში მომხდარი ცვლილებები. ყინული არის ბუნებრივი არქივი. ჩვენ ვცდილობთ რომ წავიკითხოთ, სანამ ეს ინფორმაცია სრულად გაქრება. ამის დასადგენად ვართ ახლა აქ, რომ რამდენად არის თვითონ ამ ყინულში კლიმატური ჩანაწერები. ჩვენ გვაქვს პრობლემა, ასე ვთქვათ, დაკარგვის უნიკალური ისტორიული არქივების, რომელიც კავკასიონს გააჩნია. Georgia, because Georgia is between Europe and Asia, and this is a key landmark for researchers from Europe and from Asia. გლაციოლოგთა ჯგუფი გურამ იმნაძის, ლიზი გადრანის და პოლონელი მარიო პოტოცკის შემადგენლობით მყინვარისკენ დაიძრა. ეხლა გერგეთის სამებასთან ველოდებით ცხენებს, რომ ავყიდოთ ჩვენი ბარგი. ეს არის ჩვეულებრივი ინდუსტრიული ბურღი, რომელსაც აქვს არაჩვეულებრივი ეს კერნის ამოსაღები, ღერძი ასე ვთქვათ, რომელიც ჭრის ყინულს და ამის მეშვეობით ამოგვაქვს კერნი. ანუ ბირთვი და ეს არის ექსტენშენი, ანუ დამაგრძელებელი, რადგან ჩვენ ვაპირებთ დაახლოებით 2-3 მეტრზე ჩასვლას ამ შემთხვევაში, რომ შევძლოთ სიღრმეში ჩასვლა და შემდეგ ამოღება. საკვლევი ობიექტი ყინულია. მთავარი იარაღი ყინულის კერნის ბურღი, რომლის მეშვეობით მყინვარიდან მყარი, დაახლოებით 1000 სლოვანი ყინულის ამოღებას ეცდებიან. ამ ასაკის ყინული გლაციოლოგებს ზღვის დონიდან 3600 მეტრის სიმაღლეზე ეგულებათ. In the upper part of the glacier in accumulation zone, if we drill right now, we won't have anything old. And more likely, the melting process right now is very intense. More likely, there is a water table. Gergeti glacier is melting very fast and there is lots of water on the surface, so that was quite challenging to find a suitable place. We are looking on the satellite images. გერგეთის ყინულვარდნილი არის ზონა, რომელიც მყინვარის ზედა აუზს მის ქვედა ენასთან აკავშირებს. არეალი დაფარულია ღრმა ნაპრალებითა და ყინულის სვეტებით და მასზე გადაადგილება საკმაოდ სახიფათოა. თუმცა მკვლევართათვის განსაკუთრებით საინტერესო. დაახლოებით 40 კილოგრამამდე იქნება საერთო წონა ამ ბარგის და დღეს ვაპირებთ, რომ ავიდეთ 800 ვერტიკალური მეტრი ავკრიფოთ და სამთო-ქოხში ალტიჰადში გავჩერდეთ ამ მაღამ. შერჩეული გვაქვს ყინულვარდნილის არეალი, სადაც უფრო კარგად ჩანს ეს ძველი ყინულის ფორმები. ეს კონკრეტული პლატო განსაკუთრებით საინტერესოა, რადგან მასზე გავლენას ახდენს ჰაერის მასები, როგორც შავი ზღვის, ხმელთაშუა ზღვის და ასევე ჰაერის მასები ახლო აღმოსავლეთიდან, აფრიკიდან და სწორედ ამ პლატოზე აკუმულირებულ ყინულში ერთდროულად აისახება სხვადასხვა წყაროდან მოსული მტვერი და აეროზოლები. დრო ცოტა აქვთ, ნალექმა თუ მოუსწრო ექსპედიციის გადადება მოუწევთ. ყინულის ბურღვისას გამდნარი წყლის დონეს რომ მიაღწიონ სახიფათოა, რადგან ჭაბურღილში წყალი თუ მოხვდა, ბურღი მყისიერად გაიყინება და მას ვეღარ ამოიღებენ. ზოგადად მყინვარზე ველზე მუშაობა საკმაოდ რთული არის და დროში ასე ვთქვათ, ძალიან კონკრეტული დავალებები უნდა შეასრულო, რადგან ეს ყინულის შენახვა მოახერხო, როგორც წესია და როგორც საჭირო არის. შესაბამისად, ამინდის გათვალისწინებით საკმაოდ რთული პირობები იყო. We are able to drill about 3 meters of ice. Very good condition. The upper part, first upper meter, it's not great, but below that we find a lot of quite dry ice, and we just secure this ice in a box. წარმატებით ამოვიღეთ, მოვათავსეთ ეს ყველაფერი
სპეციალურ კუნთებში და დავტოვეთ ცხენისთვის ჩამოსატარად. რა ინფორმაცია შეიძლება მისცეს მკვლევრებს ყინულის 3 მეტრიანმა ნაჭერმა? ძალიან მნიშვნელოვანია აი ამ ეს იქნება მყინვარული კერნი თუ სხვა ტიპის გეოარქივები, აქედან მიღებული ინფორმაციის დაკავშირება ისტორიულ წყაროებთან თუ ეს თუ უფრო ძველი არის არქეოლოგიური ინფორმაციასთან და პირველ რიგში მეტალურგიასთან, იმიტომ რომ სწორედ პალეომეტალურგია წარმოადგენს ატმოსფეროს იმ დამაბინძურებელს, ანუ მძიმე მეტალებით დნობის პროცესში, რომელიც ასახული არის როგორც მყინვარულ კერნებში, ასევე სხვა გეოარქივებში, მაგრამ მყინვარული კერნები ყველაზე ინფორმატიული არის აი ამ თვალსაზრისით და ეს კვლევები ასევე მოგცემს ინფორმაციას ჩვენს რეგიონში მეტალურგიის განვითარების შესახებ, რაც ისტორიული რაკურსით ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტი არის. ყაზბეგის პლატო, იგივე დევდორაკის პლატო, ან მაილის პლატო, სადაც დაახლოებით 250 მეტრის სისქის ყინული არის შემონახული და ერთ-ერთი უნიკალური ადგილია კავკასიაში, სადაც ჯერ კიდევ შესაძლებელია, რომ ერთდროულად შევისწავლოთ როგორც კლიმატის ცვლილება, ისე გარემოს დაბინძურების მაჩვენებლები. ყინულის კერნი ცხენებმა სტეფან წმინდის ცენტრამდე ჩაიტანეს. ილიაუნის ბაზაზე მკვლევრებმა მას მშრალი ყინული დაამატეს და 40 კილოგრამიანი ბუნებრივი არქივი თბილისისკენ წაიღეს სპეციალურ მაცივარში მოსათავსებლად. მაცივარში ყოფნისას და შემდეგ აუცილებელია მშრალი ყინული დაემატოს ამ ულს, რადგან ეს ტემპერატურა შევინარჩუნოთ რაც შეიძლება დიდხანს, რაც შეიძლება დაბალ მაჩვენებელზე, რადგან ამ ყინულის ამერიკის შეერთებულ შტატებში ტრანსპორტირება მოხდეს. დანიშნულების საბოლოო ადგილი ამერიკის შეერთებული შტატებია, მეინის უნივერსიტეტის კლიმატის ცვლილების ინსტიტუტი. კლიმატური კვლევების მსოფლიოში ერთ-ერთი მთავარი ჰაბის ლაბორატორიაში ყაზბეგის ყინულის კერნს ლიზი და მარიო ჩაიტანენ. Hopefully the whole transferring process will be easy and smooth. Unfortunately, we have 9 hours in Doha, so where it's very hot. So we're going to add dry ice to reduce the temperature in the box. It's a well-preserved box. Hopefully the ice will last that long. Once we lost our box with the airlines and the box appeared 5 days later and ice was still in good condition. So fingers crossed. გლაციოლოგების პარალელურად საკვლევი მასალის ძიებას იწყებენ გეოარქეოლოგები. მკვლევარი საფრანგეთიდან ანკა დანი და ილიაუნის დოქტორანტი მიხეილ ლობჯანიძე ჩრდილოეთით დარიალის ხეობისკენ დაიძრნენ. You have seen the colleague from the University of Maine going after the ice cores. We are looking for the same dust in the sedimentologic core, so in the earth, in the sediments which are on the bottom of the mountain lake and which were not disturbed for centuries. We look at lakes in order to do geoarchaeology. So this means that we will work together with geomorphologists, with biologists, with other archaeologists and historians in order to make drills in the middle of the lakes, in order to study the bottom of these lakes, the sediments which are put every day in the water and which depose themselves on the bottom of the lake, and we will do their drills and then we'll analyze this cores, this sedimentologic cores, in order to find the environmental history and climatic history and the history of the human impact, the history of the human transformation, human pollution of the environment. In order to see the sediments, the deposits. ტბის ფსკერიდან მეცნიერები ამოიღებენ სედიმენტურ კერნს, რომელიც საუკუნეების განმავლობაში გროვდება. ლამის, ქვიშის ან თიხის თითოეული ფენა ისტორიის გარკვეულ მონაკვეთს ასახავს. საპილოტე კვლევისთვის მათ გველეთის ტბაში არჩიეს. The lake should be big enough, should be deep enough with a lot of sediment
because we want to have a history of 3,000 years at least, maybe 4,000-5,000 years. And then it should be quiet, so a mountain lake normally it's quite presents sediments which are quite well preserved, undisturbed. And then it should be accessible from the road because we should come there with a platform or with a drilling platform. გველეთის ტბა მკვლევართა ყველა სტანდარტს აკმაყოფილებს. მისი გაბურღვა უკვე მომავალი ექსპედიციის მიზანია. ახლა კი საკვლევი ტბის დეტალური შესწავლის შემდეგ მეცნიერები მეორე ობიექტზე ინაცვლებენ, დარიალის ციხისკენ. It was for me a very emotional moment, one of the best of my career, because this is one of the keys, I mean the main key of the ancient world and of the ancient civilization, of the Western civilization. So it's the passing between the Eurasian steppe. ანკა და მიხეილი დარიალის ციხის ტერიტორიას ათვალიერებენ. მათთვის ქვებიც კი ბუნებრივი არქივია, რომლებიც ინახავენ ინფორმაციას კლიმატური ცვლილებების თუ ქვეყნის სამხედრო წარსულის შესახებ. Here is in the middle of the Caucasus, this Dariali passage. As you know, it was much smaller until the 19th century. The Russians explored the mountain in order to make the street. It's one of the most important fortresses in the whole history of humanity. ქვისა და გრუნტის ანალიზით მეცნიერები იგებენ ხეობაში განვითარებული ბუნებრივი კატასტროფების თუ ადამიანის აქტივობების შესახებ. What we saw today is close to the road, so it looks promising. We were in contact by internet with our geomorphologists in Romania and Germany, and they like the picture, so they think this is promising. Hopefully we can develop this better in the future, because it remains a lot to be studied in archaeology around, and so to understand better this key of the Western world. ოცდაოთხ საათიანი მოგზაურობის შემდეგ ყინულის კერნი ლიზი გადრანმა და მარიო პოტოცკიმ მეინის ლაბორატორიაში ჩაიტანეს. რა თქმა უნდა, ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. ფიქრობ იმაზე, როგორ ჩააღწევს ყინული ტრანსპორტირების შემდეგ ამ ყუთის გახსნა უკვე უნივერსიტეტში, სადაც პირდაპირ ფრიზერში როცა მივიტანეთ ეს ყუთი, იყო ძალიან ემოციური და ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ დავხვედრო და იქ ის მყარ მდგომარეობაში. უკვე მეინში ჩვენი ინსტიტუტის ბაზაზე არის საყინულე, ეგრეთ წოდებული ფრიზერ რუმები, სამუშაო ოთახები, სადაც ტემპერატურა მუდმივად -24 გრადუსია და ჩვენს მიერ ჩამოტანილი ეს ყინული, რა თქმა უნდა, კერნის შენახვა მოხდა ამ ფრიზერში. სანამ ყინულზე ანალიზს ჩაატარებენ, მას საგანგებო დამზადებენ. -24 გრადუსის პირობებში ორ ნაწილად ჭრიან, რომ სწორი ზედაპირი მიიღონ. არათანაბარი ზედაპირი გავლენას ახდენს ანალიზის სიზუსტეზე. ამასთან ყინულის ნახევარს ყოველთვის ინახავენ სამომავლო კვლევებისთვის. ანალიზისთვის ლიზიმ გამოიყენა როგორც ქიმიური, ისე იზოტოპური მეთოდები, მათ შორის ლაზერული აბლაცია, რაც მეცნიერებს აძლევს საშუალებას მაღალი რეზოლუციით განსაზღვრონ ქიმიური ელემენტების შემცველობა ყინულის ძალიან თხელ ფენაში. ძალიან კარგად ჩანს, როგორ გადაადგილდება მაგალითად ლაზერი ყინულის ზედაპირზე და როგორ მიკროსკოპულ დონეზე, აი ძალიან მცირე რაოდენობის აბლაციას ახდენს და ანუ კრებს მასალას ყინულიდან. მერე უკვე როცა ვაკვირდებით ყინულის ქიმიურ შემადგენლობას, ხედავთ სეზონურ ჩანაწერებს. ანუ შეგვიძლია განვასხვაოთ წლის სხვადასხვა სეზონები, ანუ სეზონური ფენები ამ ყინულში. ყინულის ბირთვის გრძელი გზა ყაზბეგის მყინვარიდან მეინის ლაბორატორიამდე მეცნიერებისთვის მნიშვნელოვანი შედეგით დასრულდა. გერგეტის მყინვარი ჯერ კიდევ ინახავს ინფორმაციას წარსული კლიმატისა და გარემოში მომხდარი ცვლილებების შესახებ. ერთი რომ ყაზბეგის პლატოს ყინულში ქიმიური და იზოტოპური ინფორმაცია საკმაოდ კარგად არის შენარჩუნებული, რაც ნიშნავს, რომ ადგილი ჯერ კიდევ წარმოადგენს ძალიან მნიშვნელოვან არქივს. ძველი ყინულის ანალიზმა გვიჩვენა, რომ ისტორიულ ძველ ნაწილში, ასე ვთქვათ, სიღრმეებში ჯერჯერობით დაჩქარებული დნობის ეფექტი არ არის, ჯერ, ასე ვთქვათ, გამოხატული, იქ არ არის გაფუჭებული, არ არის დარღვეული ეს მასალა სამეცნიერო კვლევისათვის, ასე რომ აი ამ ტიპის
ანალიზის გაკეთება და ამ ტიპის შემოწმება იყო აუცილებელი იმისთვის, რომ პროექტის შემდეგ ნაბიჯებზე გვეფიქრა. ეს კარგი ამბავია, რომ ძველი ყინული არის შენახული, ის არ არის დაზიანებული და მაგრამ ამავე დროს ვხედავთ, რამდენად საჩქაროა აი ამ ტიპის კვლევის განხორციელება. კერნის ანალიზის დეტალური შედეგები სანამ საჯარო გახდება, ჯერ სამეცნიერო ჟურნალში უნდა დაიბეჭდოს. ლიზი გადრანი ახლა სწორედ ამ სტატიაზე მუშაობს. რაც უკვე დანამდვილებით შეუძლიათ თქვან ისაა, რომ ყაზბეგის მყინვარული არქივი სწრაფად იშლება და ამიტომ ფუნდამენტური კვლევა დროულად უნდა ჩატარდეს. მსგავსი მასშტაბური პროექტების განხორციელებას დიდი დრო, კიდევ უფრო მეტი ფინანსები და მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებთან მჭიდრო თანამშრომლობა სჭირდება. ამ პროექტში მონაწილე ყველა ქართველი მეცნიერი დიდი საერთაშორისო კონსორციუმის წევრია და ამან გახადა შესაძლებელი, რომ ჩვენ განაცხადი გაგვეკეთებინა, რომ ილიასის უნივერსიტეტის ირგვლივ შეიკრიბა კონსორციუმი წყაროდმცოდნეები, პალეოარქეოლოგები, პალეობოტანიკოსები, პალეოგეოლოგები და საერთოდ გარემოს მკვლევრები, გლაციოლოგები, ქიმიკოსები, მაღალი კომპეტენციის თითოეული ამ დარგიდან არის საჭირო, რომ ერთი მყინვარის კერნის შესახებ დადო რელევანტური დასკვნა. საქართველოს ისტორიული ყინულის ბირთვის პროექტი კავკასიაში ყინულის კვლევის ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური პროექტია, რომლის მიზანია კავკასიის მყინვარებში დაცული კლიმატური და ადამიანის ისტორიის აღდგენა. პროექტი 2021 წელს ილიას, მეინისა და ნოტინგემის უნივერსიტეტების კოლაბორაციით დაიწყო. თანამედროვეების ერთ-ერთი წამყვანი გლაციოლოგის, ლევან ტიელიძის ინიციატივით. ჯერ კიდევ დაახლოებით 12 წლის წინ, როდესაც უცხოელ კოლეგებთან დავიწყე აქტიური თანამშრომლობა, მივხვდი, რომ კავკასიონიდან ეს გლაციოლოგიური ინფორმაცია ძალიან მწირი იყო. ისეთი რეგიონი, როგორც კავკასიონია, ევროპის, ალპების და აზიის მთიანეთებს შორის მოქცეული რეგიონი, რომელიც ისტორიულად იყო ყოველთვის მნიშვნელოვანი გზაჯვარედინი, ვიფიქრე, რომ აქედან მიღებული ინფორმაცია მნიშვნელოვნად გაამდიდრებდა ჩვენ ისტორიულ, არქეოლოგიურ და გლაციოლოგიურ ცოდნას. შესაბამისად, აქტიურად დავიწყე უცხოელ კოლეგებთან თანამშრომლობა ამ იდეის განხორციელების შესახებ. პირველ რიგში საყურადღებოა ის, რომ არ არსებობდა ინგლისურენოვანი ლიტერატურა და საერთაშორისო მეცნიერებისთვის ხელმიუწვდომელი იყო კავკასიონის მყინვარების შესახებ ეს ინფორმაცია, რაც ყველაზე დიდ მიღწევად მიმაჩნია ამ ეტაპზე ამ მნიშვნელოვანი სამეცნიერო პუბლიკაციების გამოქვეყნება ბოლო 10 წელიწადში. 2023 წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის მიხეილ ელაშვილის ინიციატივით შეიქმნა საერთაშორისო კონსორციუმი, რომელმაც შემოიკრიბა უნივერსიტეტები მთელი მსოფლიოდან. 30-მდე მეცნიერი გერმანიის, ესპანეთის, იტალიის, საფრანგეთის, ბრიტანეთის, რუმინეთის, ამერიკის და საქართველოს წამყვანი უნივერსიტეტებისა და მუზეუმებიდან. ჩვენი ინტერესი ერთისულ გამომდინარეობს იქიდან, რომ კავკასიონი საქართველოს რელიეფის შემადგენელი ნაწილია, მაგრამ ამ დროს მას აქვს გლობალური ინტერესი, იმიტომ რომ ეს ინფორმაცია, აი ამ გეოარქივებიდან ინფორმაცია ღირებული არის მთელი მსოფლიოსთვის და შესაბამისად ეს ჩვენი კოლეგები სხვადასხვა წამყვანი უნივერსიტეტებიდან და გუნდი შეიქმნა აი ამ გლობალური ამოცანის ირგვლივ და კავკასიონი და საქართველო წარმოადგენს იმ წყაროს და იმ ადგილს, საიდანაც ამ ინფორმაციის მიღებაა შესაძლებელი. Georgia, because Georgia is between Europe and Asia, and this is a key, so like Dariali Fortress, this is a key, and this is a landmark for researchers from Europe and from Asia. ევრაზიის კონტინენტზე სულ 3 წერტილია კავკასიონი, ალპები და ჰიმალაები, პამირის ეს მთიანეთი, საიდანაც შეიძლება მსგავსი ინფორმაციის მიღება, ხო? შესაბამისად, კავკასიონი ამ მხრივ ნაკლებად არის შესწავლილი, ასე რომ ეს არის ჩვენი უნიკალურობა ამ შემთხვევაში. ამ უნიკალურობამ წარმოქმნა ეს პროექტი, ანუ ამ ყინულის კერნის ირგვლივ გავერთიანდით და პროექტის დასახელებაც არის კავკასიონის ისტორიული ყინულის კერნი. რადგან კავკასიის მყინვარები ძალიან სწრაფად დნება, ყინულში ჩაბეჭდილი ისტორია წლიდან წლამდე იშლება. საჭიროა მუდმივი დაკვირვება მყინვარების მდგომარეობაზე. დაკვირვება იმ მიზნით, რომ პასუხი გაეცეს მთავარ სამეცნიერო კითხვებს. რა სახის ბუნებრივი კატასტროფებია მოსალოდნელი მყინვართა დნობის შედეგად? რა ელის მთის ეკოსისტემებს, როცა ყინული გაქრება?
რას კარგავს კაცობრიობა მყინვარების დნობასთან ერთად? მხოლოდ წყალს თუ მეხსიერებასაც? ამ კითხვებზე პასუხების მისაღებად პირველი ექსპედიცია ყაზბეგის მყინვარისკენ ლიზი გადრანის ინიციატივით 2021 წელს გაემგზავრა. ყინულის გასაბურღად საჭირო ინვენტარი ამჯერად ვერტმფრენით აიტანეს 4500 მეტრის სიმაღლეზე. 2021 წელს დაიწყო ჩვენი კოლაბორაცია მეინის უნივერსიტეტის კლიმატის ცვლილების ინსტიტუტთან, როდესაც COVID-ის პირობებში ყველაზე მასშტაბური ექსპედიციის ჩატარება შევძელით, როდესაც მოხდა 4500 მეტრიდან ძალიან თხელი ფენის აღება, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ეს იყო პირველი ნაბიჯი ამ დიდი პროექტის. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის და მეინის უნივერსიტეტის კლიმატის ცვლილების ინსტიტუტის ექსპედიციის წევრები ირაკლი უგულავა, მიხეილ ელაშვილი, გურამ იმნაძე, ლიზი გადრანი და აკაკი ნადარაია მყინვარისკენ დაიძრნენ. Ani 2015 წლის ის სადაც არის რა, მაგ ადგილას რო გავუყავთ და იქაც რო ნახავთ რომ რა მდგომარეობაა და უნდა შევაფასოთ და მივხვდეთ რომ მყინვარი საიდან იწყება, ეგ მაინც რო გავარკვიოთ, ეგეც ძალიან კარგი საქმეა. ექსპედიციის მისია ყინულის ზედაპირული ფენის ამოღება და მისი შესწავლა იყო სამომავლო პალეოკლიმატური გამოძიების ჩასატარებლად. გლაციოლოგებმა შეამოწმეს ყველაფერი: მარშრუტი, ლოჯისტიკა, ხელსაწყოები და საკუთარი შესაძლებლობებიც. საცდელი ყინულის ნიმუში 2 მეტრის სიღრმიდან ამოიღეს. გაბურღვის შედეგად გამოვლინდა მოსაოდნელი საფრთხე. დაფიქსირდა გერგეტის, მყინვარის გამდნარი და კვლავ გაყინული ფენები. ისტორიული ყინულის კერნი ზიანდება, იმიტომ რომ გამდნარი და ჩაჟონილი წყლის მასა აზიანებს აი ამ ისტორიულ არქივს და შესაბამისად ამან კიდევ სხვა რაკურსით დაგვანახა აი ამ კვლევების აუცილებლობა და საჩქაროობა. რატომ ეჩქარებათ მეცნიერებს? რატომ უბრუნდებიან ერთი და იმავე ადგილს ყოველწლიურად? ისინი რეალურ დროში აკვირდებიან მყინვარზე მიმდინარე ცვლილებებს. პროექტის მიზანია გაარკვიოს, რა ტემპით დნება ყაზბეგის მყინვარების ყინული და რა კატასტროფებია მოსაოდნელი მომავალში. ამიტომ კონსორციუმის მუშაობა 2025 წელს სტეფანწმინდაში კიდევ ერთი ექსპედიციით გაგრძელდა. რიგით მესამე ექსპედიციის მიზანი მასშტაბური კვლევის წინ დამატებითი ინფორმაციის მოძიებაა ყინულის მდგომარეობის შესახებ, ამჯერად გეოფიზიკური მეთოდებით. ჩვენმა მეცნიერებმა გერმანელ კოლეგებთან ერთად მყინვარული სხეულის სკანირება ჩაატარეს გეორადარის მეშვეობით. გვაძლევს წარმოდგენას ყინულის აგებულებაზე, არაერთგვაროვნებაზე, თვითონ ყინულის სხეულში, აი ამ დნობის პროცესის შედეგად წარმოქმნილ შესაძლო ესეთი წყლის ლინზებზე და ეს როგორც სამეცნიერო კვლევის მნიშვნელოვანი, ეს უკვე ხელისშემშელი ფაქტორია, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არის მყინვარული საფრთხეების საშიშროებების ანალიზის კუთხით. სუსტად 1 წლის შემდეგ ანკა დანი და მიხეილ ლობჯანიძე ამჯერად რუმინელ კოლეგებთან ერთად დაბრუნდნენ დარიალის ხეობაში, რათა დათარიღებისთვის აეღოთ ნიმუშები არქეოლოგიური ძეგლებიდან და ასევე მათ სიახლოვეს წარსულში მომხდარი ვულკანური აქტივობებიდან თუ მყინვარული ღვარცოფებიდან. ამ გზით მეცნიერები არკვევენ, რამდენად ახდენდა გავლენას ბუნებრივი კატასტროფები ხეობის ადამიანის ყოფაზე. ამას გარდა გეოარქეოლოგებმა ნიმუშები აიღეს ქვებიდანაც. ამისთვის ტყარშეთში, სნოსა და სიონში იმოგზაურეს. ყველაფერი ამჯერად რუმინეთში პროექტის კიდევ ერთ პარტნიორთან, ბუქარესტის უნივერსიტეტის ლაბორატორიაში გააგზავნეს. ანალიზს რამდენიმე თვე დასჭირდება. საქართველოს ისტორიული ყინულის ბირთვის მეცნიერები შემდგომი კვლევებისთვის გეგმავენ ექსპედიციებს დასავლეთისკენ, ისპანის ჭაობებზე და ჯავახეთის ზეგანზე, საიდანაც ტორფის ბირთვის ამოღება სურთ. ექნებათ საშუალება მეცნიერებს მსგავსი მასშტაბური კვლევები ბოლომდე მიიყვანონ. მოგცემს განათლების სისტემაში მიმდინარე რყევები ინტერდისციპლინური პროექტების განხორციელების საშუალებას. კავკასიის ყინულის ისტორიული კვლევა ერთ-ერთი მაგალითია და მრავალი ასეთი
წინასწარი კვლევა მზადდება. სწორედ ამით ვინარჩუნებთ ჩვენ საერთაშორისო კრიტერიუმებით საქართველოში ყველაზე წარმატებული კვლევითი უნივერსიტეტის სტატუსს. სამომავლოდ ეს აუცილებლად გაგრძელდება. არ არსებობს რაღაცა განკარგულება, რომელიც ამაზე უარს გვათქმევინებს. მყინვარები არის ერთის მხრივ რესურსი, წყლის და ჰიდროენერგეტიკის და მეორეს მხრივ ეს არის საფრთხეების და ბუნებრივი კატასტროფების წყარო. ამიტომ მე მგონი პრიორიტეტულობაზე დამატებითი არგუმენტაცია არ არის საჭირო. ეს კვლევები ბუნებრივია საჭიროა ჩვენი ქვეყნისათვის და თავისი შინაარსიდან გამომდინარე ეს არის კვლევები, რომელსაც ჭირდება საუნივერსიტეტო უმაღლესი განათლების ჩართულობა. What will happen when we will not have glaciers anymore? Will be enough water, and from where to have the rivers, to make agriculture, what kind of agriculture, what kind of plants should be planted for forests or for eating in the future, what kind of animals, how can the people influence less nature or influence it in a more sustainable way. And this they can find some inspiration in the past, because you know in the past people did not know about science. They were respectful and they were living in a more sustainable way that we are living today in the cities where we don't see the sky, we don't feel the rain, and we are cut from the nature. So the past can give us lessons. კვლევრები ახლა მომავალი ექსპედიციისთვის ემზადებიან. ამოწმებენ ტექნიკას, რომელსაც მალე აიტანენ გერგეტის მყინვარზე. ამ ეტაპზე იქ მეტეოსადგურის დამონტაჟებას გეგმავენ მუდმივი კლიმატური დაკვირვებების საწარმოებლად. ეს მინდა რომ ამის მე მგონი 5000-მდე ავწევთ სიმაღლეზე, ანუ 3000-დან ზემოთ 3500, 4000, 4500. მყინვარზე მეტეოსადგურის დამონტაჟება ჩვენს მეცნიერებს კიდევ უფრო მიაახლოვებს პროექტის მთავარ მიზანთან. ეს არის მყინვარიდან საქართველოს ისტორიული ყინულის ღრმა ბირთვის ამოღება.